ჩვენი მთავარი მინუსი მაქსის მონაწილეების ამ ერთი წლის განმავლობაში არის ის, რომ ჩვენ ავყევით ბიზინა ივანიშვილის თამაშის წესებს. ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს ისინი რა კანონებს იღებენ. არ უნდა გვაინტერესებდნენ როგორი მოსამართლეები ყავ. ჩვენ თუ თვლით, რომ ეს არის არალეგიტიმური მთავრობა, ცხადია მათ მიერ მიღებული ყველა კანონი ჩვენთვის უნდა იყოს არალეგიტიმური. ამაში აუცილებლად გვჭირდება საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა და საერთაშორისო ორგანიზაციების და მსოფლიოს ქვეყნების თავისუფალი ქვეყნების მხარდაჭერა. მარტო ჩვენ გაგვიჭირდება მომერთან ბრძოლაში. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ოცნების პარლამენტს არც ერთი კანონი არ მიუღია, რომელიც საზოგადოებისთვის მდგომარეობის ან გაუმჯობესების ამ ქვეყნის ისისთვის არის, ეს ცხადია. თუ ჩვენ აქ, როგორც ირაკლი ყობახიძე იძახის, 100 აკაცუკი ვიკრიბებით, წარმოუდგენელია, რომ 100 აკაცუკის გამო 99 პარლამენტარი ყოველთვე იღებს ახალ დამზრდელ კანონებს. ბოლო-ბოლო გამოვიდნენ თავიანთ დასვასთან ერთად და პირდაპირ დაგვილაპარაკო და გაირკვევა, ხო, 100 კაცი ვართ, 50 ვართ თუ რამდენიცაა. იმის თქმა, რომ ოცნება საზოგადოებაზე ფიქრობს, ჩანს ბოლო მათი ამნისტიიდანაც. 35,000 ადამიანს შეჩერებული მართვის მოწმობა აღუდგინეს. აქედან 15,000 მეგონი სიმთვრალის გამო იყო და 10,000 თუ 5,000 ნარკოტიკების მოხმარების გამო. ეს ნიშნავს, რომ 25,000-30,000 პოტენციური მკვლელი დააბრუნდეს ქუჩაში. ცოტა ხნის მიიღეს 500 მილიონი ლარის საგადასახადო ამნისტია. არც თქვენ, არც მე და არც ჩემს გარშემო არავის ეს საგადასახადო ამნისტია არ შეხებია, შეეხო ისე თვითონ